აი ეს არის ნაგავი, რომელსაც აღარასდროს არ ძალიან ვაწყენებ OnePlus-ის მფლობელებს. კერძოდ OnePlus 5T-ს შესაძლებელია 6-იც და 6T-ც და საერთოდ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებიან მაღაზიები, რომელსაც ამჟამად სტენდებზე გასაყიდად უდევთ აი ეს ტელეფონები. მე არ ვიცი ამ ვიდეოს რამდენი ადამიანი ნახავს, მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო, არ გამეკეთებინა ეს ვიდეო და არ შემეძლო, არ მეთქვა და არ მინდა უბრალოდ ვინმე მოვატყუო და საერთოდ არ მინდა ძალიან ბევრი ხალხი, რომელიც აი ამ ბრენდის ტელეფონს ყიდულობს, დარჩეს მოტყუებული. პირადად მეც ძალიან მიყვარდა და ძალიან პატივს ვცემდი აი ამ ტელეფონს, მანამ სანამ ამოვიღებდი თავისი კეისიდან. საქმე იმაშია, რომ კეისიდან ამოღების დროს აღმოვაჩინე, რომ აი ამ ტელეფონს უკან გასძრა საერთოდ საღებავი. საშინლად გამოიყურება და კიდევ ერთს გეტყვით. დავაზუსტებ უფრო სწორედ რომ უბრალოდ მტვრის გასაწმენდად ერთხელ მაქვს საერთოდ მთელი ამ ხნის განმავლობაში ამოღებული კეისიდან, რომელიც თავისივე ქარხნულია და ეს არის სილიკონის კეისი. საერთოდ სილიკონის კეისები როგორც იცით არ აზიანებს ტელეფონებს. არც ეკრანიდან ამიძრიათ ეს დამცავი ფირფიტა და დავარდნას რაც შეეხება ეს ტელეფონი კი არის საერთოდ ალბათ 10 წლის განმავლობაში ტელეფონი მე არ დამოვარდნია. ისეული ტელეფონებს საკმაოდ სათუთად ვეპყრობი და ვფრთხილდები. ძალიან მიყვარდა OnePlus-ი, ძალიან დიდ პატივს ვცემდი და როგორც აღმოჩნდა, ჩვეულებრივი ჩინური ნაგავი ყოფილა. აი ამ ბრენდის პრიორიტეტი იყო სწორედ ის, რომ მოეწოდებინა კარგი, სწრაფი და ხარისხიანი პროდუქტი, რაც შეიძლება დაბალ ფასებში. კი, თავიდან ყველაფერი ასე დაიწყო ზუსტად, მაგრამ შემდეგ OnePlus-მა დაიწყო თავისი ტელეფონების გაძვირება. როდესაც ტელეფონს ყიდულობთ იაფად, არ უნდა გქონდეთ რაიმე წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თქვენ ხელში ჩაიგდეთ თვითონ და ძალიან იაფად, ძალიან მაგარი ტელეფონი. ყველაფერში იხდით იმ ფასს, რა ფასიც ღირს ეს ტელეფონი. უბრალოდ დაფიქრდით, რატომ არ მოძდით მსგავსი რაღაცები 800, 900, $1000-იან აბრენდებს ტელეფონებს. იმიტომ რომ ისინი აკეთებენ ხარისხიანად და ეს ხარისხი ყოველთვის ჯდება რაღაცა თანხა. როდესაც დააპირებთ აი ამ ტელეფონის ყიდვას, ყოველთვის დაფიქრდით, გიგით თუ არა, ზედმეტი $100 გამო იყიდოთ ის ტელეფონი, რომელიც რამოდენიმე თვეში დაკარგავს თავის პირადად შეხედულებას და აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზის გამო გასძვრება ეს საღებავი და ბოლოს დარწმუნდებით იმაში, რომ აი ამ ტელეფონში გადახდილი ფული უბრალოდ გადაყრილი გახდა. ეს ძალიან ცუდი გრძნობა, როდესაც უყურებთ აი ამ ტელეფონს, თან ტელეფონი ძალიან პირადი დევაისია, იმიტომ რომ ყოველთვის მუდმივად ხელში გიჭირავთ, ყოველთვის მუდმივად ძალიან ისე ნათქვამია, ყოველ წუთიერად, ყოველ წამიერად ხელიდან არ აგდებთ და სულ გახსენდებათ ზუსტად აი ეს ადგილი, რომელიც გაუფუჭდა, რომელსაც საღებავი გაძვრა და სულ გახსენდებათ აი ეს გადაყრილი ფული, რომელიც უაზროდ გადაყარეთ. არ მინდოდა რომ უბრალოდ აი ეს ფაქტი მიმეჭკმალა და არ მინდა კიდევ ბევრი ხალხი მოტყუდეს. ხალხი, რომელიც საკმაოდ ისე შეყვარებულია აი ამ ტელეფონზე და ძალიან უყვართ თავისი სისწრაფის გამო. კი ბატონო, სისწრაფის გამო მეც მომწონდა ეს ტელეფონი, მაგრამ არა კამერის გამო. უბრალოდ სწრაფი ტელეფონია და ამას მართლა ვერ დავუკარგავ. აუცილებლად დაწერთ კომენტარებში ამ ტელეფონის მფლობელებმა, როგორ მდგომარეობაშია თქვენი ტელეფონი, საერთოდ დაგიხედიათ თუ არა, დაკვირვებულ ხართ თუ არა. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მანამ სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას აი ამ ნაგავის შეძენის შესახებ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. დღეებით თქვენთან ერთად იყო მიხეილი. ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.